ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს ბატონ ვიქტორ ორბანს მამაცობისთვის და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. საქართველოს გმირი საერთაშორისო პატრიოტი ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ასე გამოიყურება პრორუსი ლიდერების შეხმატკბილებული ურთიერთობა ევროპაში. ოცნების პრემიერი პუტინისადმი ლოიალურად განწყობილ ვიქტორ ორბანთან ლიბერალიზმის ლანძღვამ და დიპ სტეითის დამარცხების სურვილმა გააერთიანა. ირაკლი კობახიძე თავისი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე მონაწილეობისთვის ჩავიდა. ევროკავშირში შემორჩენილ ერთადერთ მოკავშირესთან, უნგრეთის მთავრობასთან უკვე მერამდენე შეხვედრაზეც კი კობახიძემ შანსი არ გაუშვა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად და დასავლეთის პოლიტიკის გასაკრიტიკებლად. სამაგიეროდ არაფერი უთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არადა ნამდვილად ჰქონდა შანსი, ეს თუნდაც გერმანიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია AfD-ს ლიდერის გასაგონად გაეკეთებინა, რომელიც კონფერენციას ესწრებოდა და რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. ჭეშმარიტი ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში, მთელ ევროპაში და მის მიღმა. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი. ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ დიპ სტეიტისა, რომელიც ცდილობს მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს. დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ვხედავთ ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას. ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება. მსგავსი რიტორიკა არც კონფერენციის მასპინძელ ევროკავშირის ტროას ცხენად მიჩნეულ ვიქტორ ორბანს დაუკლია. უნგრეთის ლიდერმა ახლა გმირი უწოდა ირაკლი კობახიძეს. არადა ჯერ კიდევ 2012 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ორბანმა თავისი ქვეყნისა და მთელი ევროკავშირის სახელით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ქუთაისში მიმართა და თანადგომა გამოუცხადა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. შეკრებილებს მოუწოდა მაშინდელი ხელმძღვანელობის მთავრობის პრეზიდენტის მხარდაჭერისკენ, რაც საქართველოს წარმატების წინაპირობად დაასახელა. მაგრამ თუ აყვებით ცდუნებას, რომ უკან დაბრუნდეთ, მაშინ ეს ნამდვილი შეცდომა იქნება, ასეთი იყო მისი 13 წლის წინანდელი რიტორიკა. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა. ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა. ამ ქვეყნის 20% არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი, გახდა ძლიერი და წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში. ჩვენ ვართ იმის მაგალითი, თუ რა არის გამძლეობა. კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობა გახდა გლობალური ბრენდი. ეს კონფერენცია არის იმის მტკიცებულება, რომ ლიბერალებს ვაშინებთ და ისინი თავიანთ კუთხეში იმალებიან. ლეგიტიმაციის მიღების სასოწარკვეთილ მცდელობას ხედავენ კობახიძის უნგრეთში გამოსვლაში ოპოზიციის წევრები. პოლიტიკოსების შეფასებით მათ ავტოკრატიისა და პრორუსულობის მსგავსი მისწრაფებები აქვთ. თუმცა თუ ორბანის მოქალაქეებს ევროკავშირისა და ნატოს წევრობა იცავს, ამ სიკეთეებს საქართველოს მოქალაქეები სწორედ ქართული ოცნების წყალობით არიან მოკლებული. ორბანის ქება საქართველოში და ხელისუფლებებს არ აქვთ კარგად დაცილი, რაც უფრო მეტად გაქებს ის კაცი უფრო მალე მთავრდება შენი ხელისუფლება და ამის მაგალითები არსებობს. აქედან გამომდინარე, ბანაკი მას არჩეული აქვს ქართულ ოცნებას და ეს ბანაკი შეუძლებელია იყოს ამ ქვეყნისთვის წარმატების მომტანი. კობახიძე ცდილობს, რომ ორბანის რეჟიმს დაემსგავსოს, იყოს ევროპის ნაწილი, მიიღოს ევროპული კეთილდღეობა, მაგრამ ამავდროულად იყოს ავტორიტარი სახელმწიფო. ჩვენ დღეს გავხდით კიდევ ერთი ანტიევროპული ცირკის მომსწრენი, რომელსაც ორბანი, რომელსაც მთელი თავის შეგრემილი კარიერა მიუძღვნა ევროკავშირის წინააღმდეგ ბრძოლას და მეორე მხრივ ეს რუსის თუთიყუში კობახიძე ერთ ხმაში აქებდნენ ერთმანეთს. მე ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია, გიჟი თავისუფალია. კონსერვატორთა კონფერენცია ქართული ოცნების ლიდერებისთვის საკუთარი ანტიდასავლური და პროპაგანდისტული იდეების გასახმოვანებლად კარგი ასპარეზია. ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სწორედ ასეთი შინაარსის გამოსვლა რამდენიმე წლის წინ ოცნებას უკვე დაუჯდა იზოლაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ქართული ოცნება საკუთარი რიგებიდან ევროპარლამენტში ერთადერთმა პარტნიორმა ევროპელმა სოციალისტებმა გარიცხა. ახლაც ივანიშვილის პარტიის მთავარი საყრდენი მოსკოვში ვიზიტებით გამორჩეული ვიქტორ ორბანია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ირაკლი კობახიძე უნგრეთის ლიდერს უკვე მე-6-ჯერ შეხვდა.